ვაშინგტონი გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ის 5,000 სამხედრო რომელთა მოკავშირე სახელმწიფოდან გაყვანის შესახებაც პენტაგონმა უკვე გამოაცხადა, ამ შემცირების მხოლოდ ნაწილია და გერმანიიდან გაყვანილი სამხედროების რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება. როგორც თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, ვაშინგტონი მოკავშირე ქვეყნიდან 5,000 სამხედრო მოსამსახურეს მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში გაიყვანს. ამ გადაწყვეტილებას კი წინ გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის კრიტიკა უძღოდა. მერცის შეფასებით, ვაშინგტონს ამ კონფლიქტში ეფექტიანი სტრატეგია არ აქვს. გერმანიიდან სამხედროების გაყვანის მიზეზებზე კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტებით არ უპასუხა. ბევრად უფრო შევამცირებთ, თქვა დონალდ ტრამპმა და ისიც დაამატა, რომ საუბარი 5,000-ზე გაცილებით მეტ სამხედროს ეხება. მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ სამხედრო კონტინგენტის შემცირება, რითიც ტრამპი წლების განმავლობაში იმუქრებოდა, მოსალოდნელიც იყო. მან თქვა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა მეტად უნდა აიღონ და დასცინა, რომ უსაფრთხოებისთვის გაწეული ერთობლივი ძალისხმევა სარგებლის მომტანი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ორივე მხარისთვის არის. ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში ჩვენს ინტერესშიც შედის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშიც, განაცხადა პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან. 5,000 ჯარისკაცი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სრული კონტინგენტის დაახლოებით მე-7-ია. ქვეყანაში ამ დროისთვის 36,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. ტრამპმა რამდენიმე დღის წინ იმაზეც მიანიშნა, რომ სამხედროები შესაძლოა სხვა მოკავშირე ქვეყნებიდანაც გაიყვანოს. ეს სახელმწიფოები იტალია და ესპანეთია. კონტინგენტის შემცირება ამ შემთხვევაშიც ირანის ომის საკითხზე არსებულ წინააღმდეგობას უკავშირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს იტალიაში 12,500-ზე მეტი სამხედრო ჰყავს, ესპანეთში კი დაახლოებით 4,000.